მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის კვალის ძიებამ მმართველი გუნდი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებამდე მიიყვანა. საზღვრის უკანონო კვეთა, რომლის გამოც მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს 12 წელი ციხეში ჯდომა მოუწევს. ქართული ოცნების რწმენით არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად დაიგეგმა. მიზანი კი საქართველოში რევოლუცია და ქვეყნის ომში ჩართვა იყო. კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა ეს საზღვრის კვეთა, კონკრეტული ადამიანები ადგენდნენ და ახორციელებდნენ კონსპირაციულ გეგმას საქართველოს დასაზიანებლად. რასაკვირველია, ეს ყველაფერი არ აისახა განაჩენში, მაგრამ განაჩენის სიმკაცრე მნიშვნელოვანწილად განაპირობა სწორედ იმ გარემოებამ, რაშიც მოხდა ეს დარღვევა. ხადია, რომ სააკაშვილის შემოპარვა იყო მიზნით განხორციელებული საქართველოს ჩართულობა შემდგომობ ომში, მომხდარი იყო აქ ცეცხლის რკალის საქართველოშიც გავრცელება და ჩვენი ქვეყანა ფაქტურად განადგურებული იყო. ის რაც არავის არ ანაღულებს, რა თქმა უნდა, არც სააკაშვილის აქ გამომგზავნებს და თვითონ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილსაც იყო რა პრეზიდენტი იგივე საკეთებდა. მიხეილ სააკაშვილმა როდესაც საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, ამაში ჩართული იყო უკრაინის სპეცსამსახურები, ჩართულები იყვნენ. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ჩართულები იყვნენ, უბრალოდ ესე დეტალებში რა თქმა უნდა არ შევდივარ. პირველი ვინც სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიღმა კიდევ ერთი უფრო მძიმე დანაშაულის მიზნები ამოიკითხა პარლამენტის თავმჯდომარე იყო. შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ საზღვრის უკანონო კვეთაში სააკაშვილს უკრაინული დაზვერვა დაეხმარა. მიზნების ასახსნელად პარლამენტის თავმჯდომარემ ამ დანაშაულამდე ცოტა ხნით ადრე განვითარებული პროცესები მოიშველია. სააკაშვილის განაჩენის ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოპარება დაგეგმა და განახორციელა უკრაინის სამხედრო დაზვერვა. საქართველოში შემოპარებამდე რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილი იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. რა მიზნით შემოიპარა ძებნილი ექს-პრეზიდენტი საქართველოში? ამ შეკითხვაზე მის მოქმედ თუ ყოფილ თანამოაზრეებს ერთი პასუხი აქვთ. ამტკიცებენ, რომ ის ქვეყნის სიყვარულმა დააბრუნა. იდენტურია პასუხი სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებზეც. მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში. კანონიერი გზით არ უშევდნენ და ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ ყოფილიყო თავის სამშობლოში. არ მჭირდება ქართული ოცნების კომენტარების გაკეთება იმაზე, რისთვის ჩამოვიდა სააკაშვილი. სააკაშვილი ამბობს, ხედავდა რომ უჭირდა თავის ქვეყანას, ჩამოვიდა ამისთვის. მეტი არც ინფორმაცია მაქვს ქართული ოცნება რას ლაპარაკობს და არც მაინტერესებს იმართლა კითხვა. უკრაინის მოქალაქე სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ 2021 წლის 1 ოქტომბერს არაჟნის კონტეინერში დამალულმა გადმოკვეთა. დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად ჩატარებული გამოძიების კვალი უკრაინის მოქმედ და საქართველოს ყოფილ მაღალ ჩინოსნამდე მივიდა. შემოქმედად კი დია ლორთქიფანიძე დასახელდა.